კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ზურაბ მაღალაშვილის კანდიდატურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა წარადგინა. ცენტრის ყოფილ დირექტორს ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება 25 მარტს ამოეწურა. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი კი 29 მარტს გამოცხადდა. სულ სამინისტროში 13 საკონკურსო განაცხადი შევიდა. კანდიდატების მიერ წარმოდგენილი იყო კინოცენტრის განვითარების 3 წლიანი გეგმა. გამარჯვებული გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდა. საერთო იდეა, რაც მე მომწონს, ეს არის კინემატოგრაფისტების გაერთიანება, დაწნარება სიტუაციის, იმიტომ რომ ცოტა შფოთი სუფევს კინემატოგრაფიულ წრეებში და ვფიქრობ, რომ აუცილებელია შემოგვიდეს სიმშვიდე დავამყაროთ ამ სფეროში, ყველას მიეცეს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა კონკურსებში, ისე რომ ჰქონდეთ ნაკლები შეკითხვები, ძალიან გავზარდოთ გამჭვირვალეობა. პირადად ვიცნობ, ძალიან დიდი ხანია, ეს არის ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გაწია მან როგორც პროდიუსერმა კინოსამყაროში და ვფიქრობ, რომ კარგად გაარჩევს თავს ამ საქმეს.